შეფასება საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა და შიდა ქართლში სახელმწიფო მრწმუნებულმა რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებების სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მელიორაციის კომერციული და ტექნიკური დირექტორები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი 4 მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის შიდა ქართლის რეგიონში სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად წყლით უზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. დაისახა ზოგადი სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც გავაგრძელებთ ჩვენ სამუშაოებს და ურთიერთთანამშრომლობით შევასრულეთ იმ პირობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს მოსახლეობის წინაშე. ისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, რა თქმა უნდა, სარწყავი სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, ისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოწინავე რეგიონია, აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია. გაუცვალეთ ინფორმაცია ერთმანეთს მიმდინარე წყვის სეზონთან დაკავშირებით. ჩვენ გარკვეული შეფერხებები სადაც გვაქვს მივაწოდეთ აგრეთვე ამ მელიორაციის ხელმძღვანელობას და მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნული პრობლემები იქნება მოგვარებული.